ტრამპი არის შეთანხმებების ადამიანი. საქართველოს შემთხვევაში თუ მისი პერსონალური ჩართულობა იქნება, რომ შიგნით შეთანხმება როგორ მოხდეს და არა ის რომ ვინმეს რამე უბოძოს ან აჩუქოს რა. პირდაპირ ვეთქვი. მეორე რომ ძალიან არასწორი წარმოდგენა გვაქვს თუ ამის საპირწონედ ვინმე ფიქრობს რომ ხა ტრამპი არის ესეთი რაღაცა რომ ამერიკის ადმინისტრაცია დაუთმობს საქართველოს რუსეთს, უკრაინას რუსეთს ეს ამას გამოურიცხავს საერთოდ პირდაპირ გეუბნებით. მესამე რომ საკითხი არის შემდეგი რა. საქართველოში იმისთვის რომ შედგეს შეთანხმება ამის არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან. აქამდე ამას ჩვენ ვითხოვდით ოპოზიცია, მაგრამ ამას ითხოვს ევროკავშირიც, ამას ითხოვს ევროსაბჭოს რეზოლუცია და რაც თავარია, უკუგზა ქართულ ოცნება ვაიძულოთ და ჩაკეტა, მანდატები აღარ არსებობს, გაუქმებულია. შესაბამისად იმ პარლამენტს, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, თვითმარქვია პარლამენტს, არაფერი არ ეშველება. ანუ აი მაგალითად რო ვთქვათ, რომ თუნდაც ამერიკის ინიციატივით დავსხედით და აი რაღაცა ქართული ოცნება ცდილობს რომ მიიღოს აღიარება, ხო? ვერ მოხდება ეს აღიარება თეორიულადაც კი. იმიტომ რომ ამ პარლამენტს თეორიულადაც კი აღიარება ვეღარ ექნება. მიხვდით? აღიარება რომ მოხდეს ეს ხარეებმა უნდა აღიარონ ჯერ. ხო სწორია რა? ვერ მოხდება. ნუ ასე რომ ვთქვათ, შარმიშელი 2 აღარ იქნება. ეს წარმოუდგენელია და დახურულია ეს შესაძლებლობა. ეს ერთი. მეორე რომ დიდი ღირებულებითი განსხვავებაა, გეტყვით, თუნდაც ტრამპის გუნდსა და ქართულ ოცნებას შორის. ისინი საუბრობენ მედიის უკიდურეს თავისუფლებაზე, რომ არანაირი ჩართულობა თუნდაც ასე ვთქვათ, ვიღაცამ შეაფასოს, რომ ყალბი ჰიბრიდული ნარატივი აქაც კი არ უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან, ამას საუბრობს, ხოლო ქართული ოცნება ამბობს, რომ პირიქით უნდა შევზღუდო მედია და დავხურო საქართველოს ხოვება, ფუნდამენტური ღირებულებითი სხვაობაა მაგალითად, ხო? იგივე ტრამპმა ძალიან კარგად იცის რა არის არჩევნების მოპარვა და გაყალბება, მას ჰქონდა კამპანია აგებული. ამიტომ ძალიან კარგად იცის, როცა ივანიშვილმა გააყალბა და მოიპარა არჩევნები, ეს რას ნიშნავს დანარჩენი საქართველოსთვის, ვისაც არ უნდა ივანიშვილი ხელისუფლებაში. და უფრო მეტიც, ჩვენ მეტი ურთიერთობა გვაქვს, მეტი კონტაქტი გვაქვს რა რესპუბლიკელებთან და მის გარემოცვასთან, ვიდრე ქართულ ოცნებას აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ 4 ლობისტური კომპანია ყავთ დაქირავებული, ერთი პირადად ბიზნეს, როგორც ვიცი, ერთი ქართულ ოცნებას, ერთი მთავრობას, ერთი ბიზნესმენებს ცალკე და ვერაფერს ვერ ყიდიან. მიხვდით ეს ზუსტად ვიცი. ერთადერთი რასაც ისინი ტრანსლირებენ ხოლმე და მე მინდა თქვენი ეთერითაც მოუწოდო აბსოლუტურად ყველასგან პოლიტიკოსებისგან ნაკლებად არის ამან ცოტა ესეთ გადამლაშებულ განცხადებებს ტრამპზე და მის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ძალიან ვთქვით, ნუ გავაკეთებთ რა. ღიად ვამბობ ამას რა. იმიტომ რომ ერთადერთი რასაც იყენებს, ხო ადამიანებია სულ ყველა და ემოცია იყენებს ამის ნათარგმნს, მე რაღაცა მიტანილს იქეთ რა. რაც შეიძლება, არ ვიცი, ხა მე არ მგონია რომ ამან რისკები წარმოშვას რა, მაგრამ რამაც შეიძლება პრობლემა შექმნას. ეხლა მე მინდა ამასთან ერთად ერთი რამ თქვა. ტრამპის პოლიტიკა არის, რომ ევროპაში მოდი ევროპელებმა მიხედონ პოლიტიკასაც ყველაფერს აბსოლუტურად. ნახეთ გერმანიაში რა ხდება მერცი, რომელიც ძალიან მაგარი ფიგურაა გერმანიის კანცლერად. გაგახსენებთ, რომ ის თავის დროზე წავიდა ქრისტიან დემოკრატებიდან, იმიტომ რომ კონფლიქტი ჰქონდა მერკელთან, რომელიც რუსეთთან უფრო დაახლოების მომხრე იყო. მერცი იმ თავითვე იყო განსხვავებული პოლიტიკის მომხრე და ეს ძალიან მაგარი და ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ შორის გიორგი გერმანიასთან დაკავშირებით ძალიან მოკლევადიანი გათვლა აქვს ქართულ ოცნებას ირაკლი კობახიძე რაღაც ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნავს შოლცის ცვლილებას თითქოს ის რეალობა არ დგას, რომ მერცი იქნება მომავალი კანცლერი, რომელსაც ბევრი მიმართულებით ბევრად უფრო მკაცრი პოლიტიკა შეიძლება მქონდეს. ეს განა არის ის ირაკლი კობახიძე, მაგრამ ირაკლი კობახიძე და მთელი ეს სიყალბე არის მხოლოდ ქართულ საზოგადოებაზე ორიენტირებული. ნარკოტიკი ზის ამ ყალბ არაფრის მომცემ თავხედურ განცხადებებზე ქართული ოცნება. ეს რო არ აკეთოს, მაშინ ის ჩამოიშლება, ხო? ნარკოტიკი ზის, რომ ყოველდღე უნდა თქვას, რომ რაღაცა სიგიჟე რო ამ კანონს ვიღებ, ამას ვიჭერ, ამ გამოძიებას ვიწყებ, ამას ვაკეთებ, მე ისა რა ქვია, შოლცი ცუდია, რატო? იმიტომ რომ შეცვალოს დისკურსი და გვალაპარაკოს ამაზე და ამით ორ რამეს ამტკიცებს რა. ნახეთ აი ჰიბრიდული ომი და ჰიბრიდულობა და დეზინფორმაცია ასე მუშაობს, რომ თვითონ მაგარია და აქეთ ჩემ მხარეს უნდა დემორალიზება გამოიწვიოს. ეხლა ტრამპის აი ეს რაღაცა შეტენვის პოლიტიკას დავარქმევდი, ხო ეს ისთვის არის ჩვენი დემორალიზებისთვის და მათი ფლანგის გაძლიერებისთვის. არა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი პერსპექტივა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქართულ ოცნებას არ აქვს ამ ვითარებაში. მით უმეტეს რომ ევროპა, რომელიც ხდება ლიდერი ამ პროცესში, გერმანია, რომელიც საუბრობს თავდაცვის ხარჯების ზრდაზე და საუბრობს ერთიან ევროპულ პოლიტიკაზე, ეს არჩევნებამდეც ჰქონდა
ერთს გაცხადებული მაკრონი ბრიტანეთი რომელიც ძალიან გააქტიურდა და ბრექსიტის ნაცვლად ჩვენ პირიქით ხედავთ უკვე ბრექსიტის უკუპროპორციულ პროცესს და შემთხვევითი არ არის ლონდონში ხდება დღევანდელი შეკრება რაც ძალიან მაგარია კიდევ ერთხელ ვიტყვი თქვენ თუ გაადევნებთ თვალს ბრიტანეთში გამოკითხვა იყო ჩატარებული სადაც ნათქვამი იყო რომ აი უკრაინის დახმარების სანაცვლოდ ხარდაჭერის სანაცვლოდ ამერიკასთან რო ცოტა გაგვიფუჭდეს ურთიერთობები რას ფიქრობ და 45% ადამიანები მიუხედავად ამისა უჭერენ ამერიკასა უკრაინასთან ურთიერთობის გაღრმავებას ხარს რა და მხოლოდ თუ არ ვწდები 10 თუ 12% ამბობს საწინააღმდეგოს ამიტომაც არის ბრიტანეთის პოლიტიკა ასეთი ბრიტანული საზოგადოება სხვანაირია ნორვეგია რომელიც საოცარ გადაწყვეტილებებს და ზოგადად სკანდინავიის ქვეყნების აბსოლუტურად იცვლება მე ვთქვით გეოპოლიტიკა ჩვენ მე აქ შემიძლია ბოლოსთვის ვიტყვი ჩვენ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ საქართველოსთან მიმართებაში განწყობილი არავინ ქართულ ასე ვთქვათ ვაი არაფერს მაგნის ავტორიტარებს არც არა თვითმარქვიებს არ დაუტოვებს საჯიჯნად ამ ქვეყანას თავარი ახლა არის ეგრეთ წოდებული რეზისტენსი ანუ ჩვენ ეს წინააღმდეგობა უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება უნდა შევინარჩუნოთ და ძალიან მალე ჩვენს მხარესაც გაზაფხული მოვა და ჩვენს გავარღვევთ აი ამ მოჯადოებებს